ესეც უკვე მე-16 გაკვეთილი და ამ გაკვეთილში განვიხილავთ რა არის ბექტესტი და რა არის screen time-ი. ძირითადად პატარა გაკვეთილები გამოდის ხოლმე და ამის მიზეზი მთავარი არის ის, რომ პატარა გაკვეთილები იყოს ჯობია და ყველაფრის უბრალოდ ძირითადი რაღაცეების მნიშვნელობები გავიაროთ და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ და თან პროგრესი რო ვიგრძნოთ, როგორ მივდივართ და რა შედეგები მოდის, თან რომ შენ თუნდაც შეიგრძნო, რომ აი რაღაც პერიოდულობით ნელ-ნელა შედეგები მოდის. ამ გაკვეთილში გავუვლით რა არის ბექტესტი და მოდი ნელ-ნელა დავიწყოთ. ბექტესტი პირველ რიგში ნიშნავს რას ნიშნავს ეს გავიაროთ, ნიშნავს წარსულში ეტაპების ძებნას, შედეგების ჩაწერას და ლოგიკის გამყარებას. რა არის ახლა ეს სათითაოდ რომ განვიხილოთ. წარსულში ეტაპების ძებნა შეიძლება იყოს ესე, რომ მაგალითად თუნდაც შეიძლება ეძებდეს შენ სტრატეგიას და ამ სტრატეგიის ძებნისას, მაგალითად ჩვენ ჯგუფში თუ ხარ სტრატეგიის ძებნა არ გჭირდება, მაგრამ რა სტრატეგიაც აიღე, რა სტრატეგიაც ისწავლე და უკვე გინდა რომ პრაქტიკაში გამოიყენო, ამის ბექტესტს აკეთებ და იმისთვის რომ შენ ახლა დღეები მომავალში არ ელოდო, არსებობს ისე რომ მარკეტს გადახედო წარსულში რა ხდებოდა, მაგალითად 1 წლის წინ რა ხდებოდა მარკეტზე, ეს ყველაფერი გაიარო და ამ ყველაფერს რო გაივლი, ანუ მარკეტს გამოყვე და დაინახო როგორ ხდებოდა ეგ სტრატეგია კონკრეტულ მომენტებში, როგორ მუშაობდა, რა სიტუაციებში არ მუშაობდა, რა სიტუაციებში მუშაობდა, რა დროებზე მუშაობდა და ასე შემდეგ. ან რაღაც კონკრეტული მიდგომა გაგშენი და აი ეგ წარსულში როგორ მუშაობდა, იმიტომ რომ წარსულში თუ მუშაობდა ეგ ყველაფერი, მომავალშიც იმუშავებს 80-90%-ით, ისევე როგორც მაგალითად ჩვენ სტრატეგიაში გვაქვს, რომ აზიის სესიას რო გასვიპავს, lows რო გასვიპავს, high-საც გასვიპავს, ეგ რომ 80-90%-ით და შეიძლება უფრო მეტიცაც რო გარანტირებული არის უმეტეს შემთხვევაში ხოლმე მსგავსად. ნიშნავს ასევე შედეგების ჩაწერას, მაგალითად როცა ტრეიდს მოიგებ და თუნდაც ფოტოს შეინახავ იმ ტრეიდისას კონკრეტულ time frame-ზე რა ხდებოდა, ან თუნდაც ჩანაწერები გექნება, აქ ეს ხდებოდა, მიზეზი ეს იყო ამ ტრეიდის გახსნის და მსგავს ჩანაწერებს გზნობა ეს იყო და მსგავს სიტუაციების ჩაწერას, იმიტომ რომ მე შემდეგში როცა ტრეიდის გახსნას დააპირებ და ეს ყველაფერი წარსულში გაქვს წაკითხული და გადახედილი და გაანალიზებული, მერე უკვე ხდება ის, რომ შენ ამ შედეგებს უკეთესად აღიქვამ და მე მსგავს სიტუაცია რო დგება, უკვე ტრეიდს როცა ხსნი დარწმუნებული ხარ და თან იცი რომ ეგ ტრეიდი იმუშავებს, იმიტომ რომ აი ის ფიდბექი გაქვს, რომ წარსულის შეგრძნების რა მაგას გულისხმობ. ასევე ბექტესტი შეიძლება იყოს ლოგიკის გამყარება, ხო, როგორც ეხლა ვთქვით, ლოგიკის გამყარება იმ მხრივ, რომ შენი ლოგიკა, შენი სტრატეგია მსგავსად მუშაობს. Screen time-ი რაც ნიშნავს, screen time ნიშნავს ბაზრის ყურებას. ეხლა ეს უბრალოდ გავდივართ ამ ორი ტერმინის მნიშვნელობას და თან რა მნიშვნელობა აქვს უშუალოდ პრაქტიკაში გამოყენების მხრივ ამას გავუვლით. Screen time ნიშნავს ბაზრის ყურებას, რეაქციების დანახვას, კონტექსტის შეგრძნებას. ხო და ამას ვერ გასწავლებ ნახო. მოკლედ, ეხლა რო გავიაროთ. ბაზრის ყურებას ნიშნავს screen time იმას, რომ რა დრო გაქვს მარკეტზე გატარებული, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი დრო გაქვს მარკეტზე გატარებული, მერე მით უფრო მეტი გამოცდილება გაქვს იმ მხრივ, რომ იცი, ну ეს ყველასფერო შესიარ, მაგრამ ტრეიდინგში განსაკუთრებით, რომ იცი რა დროს რა უნდა მოხდეს, იცი, რომ აი ამ დროს სიტყვაზე ჩვენი სტრატეგიის მიხედვით რაღაცები კი მოხდა, მაგრამ ეს არ მოხდა წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, შენი დროიდან გამომდინარე, დაგროვილი დროიდან გამომდინარე, შეიძლება სტრატეგიას არც ემთხოვდეს და ისე იცოდეს აი წავა მარკეტი, იმიტომ რომ ეგ უკვე თვალი მიჩვეული არის, იმიტომ რომ მარკეტი ყოველთვის წარსულში მოძრაობდა, მომავალშიც იგივე იმოძრაობს და სულ ერთი და იგივენაირ სეტაპებს და ერთი და იგივე მოძრაობებს იმეორებს ყოველთვის დიდი ხნის განმავლობაში. და ბაზრის ყურებაც სწორედ მაგ გამოცდილებას შეგძნეს, რომ შეიძლება ვიღაცა საერთოდ არ ქონდეს სტრატეგია და უბრალოდ დიდი გამოცდილების ხარჯზე იცოდეს კონკრეტულ მომენტებში რა ხდება და
მსგავსად ხსნიდეს ტრეიდებს. მე რა ვთქვით, რეაქციების დანახვა იყო და კონტექსტის შეგრძნება. ხო, რეაქციების დანახვა, სწორედ ეგ რაც ვთქვით და უკვე რაც ახსენით და კონტექსტის შეგრძნება. უშუალოდ ეგეც ვთქვით, რომ ბაზარზე უშუალოდ რა ხდება, იმ კონტექსტის შეგრძნება და აი იმის გრძნობა რო აქვს, აი მართლა როგორც ვიწერია, შენ თვითონ უნდა შეიგრძნო ეგ გამოცდილება ტრეიდინგში რაც არის, რომ მე უკვე რო გრძნობ მარკეტი საიტ-წავა, შეიძლება დადასტურება არ მოგცეს, მაგრამ აი წარსული გამოცდილებიდან ამდენი მარკეტის ყურებით, დროით და ყველაფრიდან გამომდინარე, მოხდა ეგ ყველაფერი, რომ შენ აი ეგ გამოცდილება დაგიგროვდა, რომ უკვე ხვდები კონკრეტულ სიტუაციაში საით-წავა მარკეტი. ასე რომ მაგ მიმართულებით წადით, რომ არ არის საჭირო დღეში 8 საათი უყურო მარკეტს, 2-3 საათი საკმარისი არის, მაგრამ რაც მეტად უყურებ, მეტად შეიყვარებ ამ საქმეს და მეტად გამოცდილებას დააგროვებ, მე მით უფრო გაგვიადვილდება თუნდაც ნებისმიერ საქმეში, არა მარტო ტრეიდინგში. ასე რომ ამ გაკვეთილის ძირითადი იდეაც ეგ იყო, რომ გამოცდილების მნიშვნელობა შეიგრძნოთ, რომ ეხლა შეიძლება 1 წელი რო გავა შედეგი არა, მაგრამ მომავალ პერსპექტივით ვფიქროთ ტრეიდინგზე, იმიტომ რომ 5 წელი რო გავა, მე იმდენად თვალი მიჩეული იქნება ტრეიდინგის ბაზარს ყურებას, რომ მარტივად დაინახავს სიტუაციებს, სადაც შეუძლია ტრეიდები გახსნას და შეიძლება სტრატეგია სულ ამოკვეთოს, ან შეცვალოს, ან გადააწყოს, ან თავისი სტილი შეძინოს უკვე დროთა განმავლობაში სტრატეგიასთან ერთად და გამოცდილებასთან ერთად უკვე ეგ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ასე რომ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროს უყურო მომავლის პერსპექტივაში, რომ აი რა იქნება 4-5 წელი სტაბილურად ტრეიდინგში, რომ აი ამ სტრატეგიით გაყვე, ამ მიმართულებით გაყვე, ეს სტაბილურობა შეინარჩუნო, ემოციებს არ აყვე და ასე შემდეგ. დაახლოებით მაგ მიმართულებით უნდა უყუროთ, არა მარტო 4-5 წელი, თუნდაც 10 წელი წლით იქით რომ გაიხედოთ და დაინახოთ რამხელა გამოცდილება დაგიგროვდება, თუნდაც 3 წელში უკვე რამხელა გამოცდილების დაგროვება შეიძლება, სადაც უკვე არ ვიცი, თუ პაუზებით არ აკეთებ და 3 წელი გადამულად საქმეს ვიყვები, თუ ისეთი ადამიანი ხარ, რომელიც პაუზებს არის მიჩვეული, ეგ არც არის კარგი, ერთსო დაპაუზდები, მერე საქმეში ამოქაჩვა არის ძალიან რთული.